სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა ამენ. დღევანდელ დღეს წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლეს ხსენების დღეს მინდა წაგიკითხოთ ერთი ძველი სიტყვა თქმული წმინდა მღვდელმთავრის იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის. წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის მასწავლებელი ისუს ზირაქი წიგნსა შინათვისა აღწერს ცხოვრებას და მოღვაწეობას ზოგიერთთა ძველის აღთქმის წარმოჩინებულთა პირთა და სხვათა შორის ამას იტყვის მათსად. სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი. იგივე სიტყვები ისუს ზირაქისა უაღრესად და უდიდესი სიმართლით ჩვენ შვილთა ახლის აღთქმისათა შეგვიძლია ვსვათ წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლესა ზედა. დღეს ყოველნი ქრისტეს მორწმუნენი ერნი და ყოველნი ეკლესიანი არათუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არამართლმადიდებელნიცა სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ და ქებასა მათსა აღიარებენ. დღეს ურიცხვნი ერნი ყოველთა ეკლესიათა შინაშეგრებილნი, ყოველთა საღმრთო წიგნათაგან, სამოციქულოისაგან, სახარებისაგან და სხვათა ყოველთა ეკლესიურთა წიგნთაგან მოისმენენ ქებასა მათსა და ეგრეთვე სიბრძნესა მათსა, თვით მათი დაწერილი წიგნებიდან აღმოკითხვითა. მაგრამ საყვარელნო ძმანო, ჩემო ქრისტიანენო, აწინდელს დღესასწაულს აქვს მეორე, ამაზე უდიდესი მნიშვნელობა. წმინდა ამან ეკლესიამ დღევანდელი დღესასწაული მარტო მისთვის არ დააწესა, რომ მხოლოდ ვაქოთ და ვადიდოთ წმინდანი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე, არამედ უმეტესად მისთვის, რათა ჩვენ ვხედვიდეთ მათ შორის მაგალითს და შეძლების დაგვარად ვბაძვიდეთ მათსა ცხოვრებასა და მოღვაწეობასა. მობაძავ ჩემ და იყვენით ვითარცა მე ქრისტესა, გვასწავლის ჩვენ თვით წმინდა მოციქული პავლე. რა საქმეში უნდა ვიყოთ ჩვენ მათნი მობაძავნი? იმ საქმეში, რომელიც იყო უმთავრესი და საგანი და მიზანი მათი შრომისა, მოღვაწეობისა, რომელთათვის იგინი თავის თავს არ ზოგავდნენ, რომლისათვის მათ მრავალგზის სისხლი დასთიეს და ბოლოს ცხოვრებაც თავისი შესწირეს. ეს არის ქრისტე იესოს სახარების ქადაგება ქვეყანასა ზედა, მთის სასუფეველის გავრცელება კაცთა შორის, მოქცევა ღვთისადმი და განათლება ყოვლისა კაცისა. როგორ ფიქრობ ძმანო ჩემო ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ფიქრობენ, რომ ეს საქმე და მოვალეობა ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიის მსახურთ, მღვდელთა და ბერთა. ერის კაცს ფიქრადაც არ მოუვა გულში, რომ ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არის საზოგადო და საერთო მოვალეობა ყოველი ქრისტიანი კაცისა, თუ გინდ მღვდელი იყოს, თუ გინდ ერის კაცი. ახლა სრულიად დავიწყებულია ეს აზრი, მაგრამ ადვილად შეგვიძლია დავამტკიცოთ მისი სიმართლე, მარტო ერთის უბრალო დამტკიცებას და მაგალითს მოვიყვან. აიღე ძმაო ჩემო ჟამო, დაათვალიერე ყოველი დღის და რიცხვის, რომელიც წერია სახელები წმინდანებისა. ჟამნი ეს არის საეკლესიო საღვთისმსახურო წიგნი, თუმცა ასევე არის თქვენი, ანუ ყოველდღიური წმინდანთა საკითხავი. ეს უკვე თითოეულ ერის ადამიანს ხელს მიუწვდება, რომ გქონდეს სახლში და იკითხოს. რომელთა ხსენებას აღასრულებს წმინდა ეკლესია დღითი დღე. რას ნახავით? ნახავ, რომ თუმცა მართალია მრავალგზის წერია სახელები მღვდელმოწამეთა, მღვდელმთავართა და სხვა სამღვდელო პირთა, მაგრამ უმეტესი ნაწილი სახელებისა ჟამში მოხსენიებულთა არიან ერის კაცთა.
დიდთა მოწამეთა, ღირსთა მეუდაბნოეთა და სხვათა, რომელნი არა იყვნენ ტრაპეზის მსახურნი, ანუ საკურთხეველში წმინდა ტრაპეზის მსახურნი, არამედ ერის კაცნი. ნახავ, ჩაწერილთა ყოველი წოდების ერის კაცთა, ექიმთა, მხედართა, ვაჭართა, უბრალო მოსამსახურეთა, მასწავლებელთა, მოსწავლეთა, გლეხთა, ამაზე მომეტებულად შესანიშნავი ის არის, რომ მრავალგზის შეხვდების სახელებსა მდედრის სქესისა, ხალწულ მოწამეთა, ღირსთა დედათა, რისთვის ჩაწერა წმინდა ეკლესიამ ჟამში მათი სახელები და რისთვის აღასრულებს მათ სცენებას, იმისთვის, რომ იგინი იყვნენ ქრისტეს სახარების მქადაგებელნი და ქრისტიანობის გავრცელებისათვის მიიღეს მრავალი შრომა, ზოგიერთთა სიკვდილით საკმაო. საკმაო არის ესე მაგალითი დასამტკიცებლად მისა, რომ ყოველი ქრისტიანი თუ გინდ ერისკაცი იყოს, უნდა ცდილობდეს ქვეყანასა ზედა შეძლების და გვარად გავრცელებას და გამტკიცებას ქრისტეს შურისა. ძმანო ჩემნო, მოისმინეთ ბოლოს კიდევ ერთი აზრი. ახლა ისეთი დროება დადგა ამ ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენ თანდათან უახლოვდებით, ვიკითხავთ, ვგებულობთ უცხო ქვეყნების, მეტადრე ევროპის განათლებულ ხალხთა ამბავს, მათ ზნეობას, ყოფაქცევას, აზრს, სამწუხაროდ მათ შორის არა ყველაფერი არის კეთილი და მოსაწონი. საუბედუროდ ჩვენ და ცხადად ჩანს, რომ მაგან ესე იგი უცხო განათლებული ქვეყნების ჩვეულებისაგან ჩვენ ხშირად მივიღებთ იმას, რაც არ არის მოსაწონი, არამედ არის წინააღმდეგი ღვთისა და ღირსი მოძაგებისა. ხოლო რაიცა მართლა არის სასარგებლო და რასაც უნდა ვგებულობდეთ და უნდა ვბაძავდეთ, იმას კი არ ვგებულობთ და იმას ყურადღებას არ მივაქცევთ. საუბედუროდ ამისთანა მაგალითებს კი არ მოგიყვანენ და გეტყვიან ისინი, რომელნი იქიდან განათლებას ნახვითა და ცნობით და მოგზაურობით განათლებულ ქვეყნებში ნაცვლად ოქროისა და თვალმარგალიტისა ისინი ხშირად ევროპიდან ტალახსა და მყავსა ნაგავსა გვიზიდავენ ჩვენ, რომელიც ჩვენშიც უხვად არის. ნუ დაუგდებ ძმაო ყულს ამისთანა ბაგეებს, თუ არ გსურს რომ გაისვარო, ნაცვლად ამისა ამხნევებდე და ანათლებდე სულსა შენსა პატიოსნითა სწავლითა და მაგალითებითა მეუხებითა წმინდა მოციქულთა თავთა პეტრე და პავლესითა. წმინდა მღვდელმთავარ გულისხმობს თვალმარგალიტებში იმ კეთილ საქმეებს, ცოდნას, განათლებას, ნეობას, კულტურას, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ ევროპული ქვეყნისათვის. აი ის მარგალიტები წამოიღეთ აქ და რა უზნეო აღვირახსნილი ცხოვრების წესი, რომელიც თუნდაც დღევანდელი ევროპისათვის არის დამახასიათებელი. აი ამ სიტყვებს ბრძანებდა წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი საუკუნე ნახევრის წინ, დაახლოებით აი ესეთი დროის წინ და დღეს კიდევ და კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება მისი ეს სიტყვები. ამიტომ, როდესაც ასე ფართოდ გაიღო ჩვენი ქვეყნის კარები ევროპელთათვის და საერთოდ დასავლეთის ქვეყნების ცხოვრებთათვის, თუნდაც აღმოსავლეთის ქვეყნების მცხოვრებთათვის ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ ჩვენ, რომ ჩვენი შევინარჩუნოთ, რაც დიდებული გვაქვს, რაც ქრისტიანული თვალსაზრისით არის მისაღები, ეროვნულია, თვითყოფადია, ჩვენია, ქართულია და ასევე ის მივიღოთ, ის შევიძინოთ, რაც არ დააზიანებს ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი ცხოვრების წესს და ჩვენს ეროვნულობას. აი ამ კუთხით მივიღოთ თითოეული ევროპელი თუ არა ევროპელი და ასე გავაცნოთ მათ ჩვენი ის ძვირფასი და ღირებული წესი და ჩვეულება, რომლითაც ღმერთმა აქამდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. წმინდა მოციქულების პეტრესი და პავლეს ხსენებაა დღეს და მათი ლოცვებით
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, სრულიად საქართველო და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანე. ამინ. გაიხაროთ.